მოგესალმებით ყველას კავკასიის უნივერსიტეტის სახელით. მე ვარ კავკასიის უნივერსიტეტის PR მენეჯერი ვიკა ბუკია და ხედავთ რა ხდება ჩვენთან თქვენი ტელევიზიის ეზოში. ჩვენი სტუდენტები აკეთებენ სიმბოლურ გარბენს, რომელიც ეძღვნება პროექტს ირბინებ სოფლიოსთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ ამ პროექტში ყველანი ერთად. ალბათ ორ სიტყვას ჩვენი სტუდენტებიც გვეტყვიან, საერთოდ გეტყვით, რომ ჩვენთვის ესეთი სოციალური პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც პროექტი არის ასეთი საინტერესო ფორმატის და დიდი მადლობა იმედს, რომ მოგცა საშუალება 4 მაისამდე გაგვეკეთებინა ესეთი სიმბოლური გარბენი, ასე ვთქვა. ჩვენ ბუნებრივია ყველანი უფრო ფართო შემადგენლობით ჩავერთვებით 4 მაისის აქციაში. ბავშვები, როგორი იყო სირბილი? ძალიან კარგი მოუწოდეთ. მოთელვა იყო. კი, ნამდვილად ეს რეპეტიციასავით არის 4 მაისისთვის და ყველას მოუწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ აქციაში, იმიტომ რომ არის ისეთი აქცია, ეს არ არის ერთჯერადი და კეთდება იმისთვის, რომ იმ ხალხს დავეხმაროთ სამოვალოდ და ეს პრობლემა გადაიჭრას. და ყველაზე მნიშვნელოვანია მიზნობრიობა ამ თანხის და მე მგონი ძალიან კარგია, როდესაც ასეთ პროექტებში ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კავკასიის უნივერსიტეტი რომ იღებს ამ პროექტში მონაწილეობას და ეს თანხა რისთვის მოხმარდება ზურგის ტვინის ოპერაციას. თუმცა უფრო მეც გეტყვენ თქვენი სტუმრები, რომლებიც არიან თქვენი ჩვენთვისაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და საინტერესო მსგავსი ღონისძიება, მაგრამ კარგი იქნებოდა თუ ამოირბენდით ჩვენთან და შემოგვიერთდებოდით. გეპატიჟებით ყველას ჩვენთან სტუდიაში. გელოდებით, გააგრძელეთ მოთელვა. დავარტყამთ და ამოვალთ აუცილებლად. მადლობა. კარგით, გელოდებით მაშინ. და მაშინ ჩვენ სტუმრებს წარვადგენ. ხო, ჩვენი სტუმრები არიან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომლის სტუდენტებიც თავად იხილეთ, როგორი ჩართულებიც არიან და როგორ აქტიურად მიუძღვებიან ამ მარათონს. ნამდვილად ვიხილეთ, ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად 4 მაისს კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში 100,000-ობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას Wings for Life World Run-ის უნიკალურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ბილიკის და მანძილის დრო და სიგრძე და რაც მთავარია არ არსებობს ფინიშის ხაზი. და მოწვეულ სტუმრებთან ერთად სწორედ აი ამ თემასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ყველაზე უნიკალური და მასშტაბური შეიძლება ასეც ვთქვათ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიმართ ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება. როგორ მოხდა საინტერესოა საქართველოს ჩართვა ამ მსოფლიო ღონისძიებაში? დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მოგესალმებით, მოგესალმები ტელემაყურებელს. ეს არის, როგორც აღნიშნეთ, მართლაც უნიკალური პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად იმართება 4 მაისს ლოპოტას გადასახვევიდან. სტარტს იღებს ეგრეთ წოდებული მარათონი, რომელიც არის საქველმოქმედო და მოხმარდება ზურგის ტვინის სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს. ეს პროექტი პირველად იმართება ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანია Red Bull-ის დიდი მოღვაწეობით ჩვენ ჩავერთეთ ამ პროექტში და თბილისი, უბრალოდ საქართველოს ხდება ამ დიდი მსოფლიო სპორტული რუკის წევრი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია თუ რამდენად ორგანიზებულად, რამდენად მასობრივად ჩავატარებთ ამ შეჯიბრს იმისთვის, რათა მომავალში ეს გახდეს ტრადიციული და მუდმივად ვირბინოთ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დაავადებული ადამიანების განკურნებისათვის. ანუ აპირებთ ამ ღონისძიების დამკვიდრებას საქართველოშიც, ხო? ეს იქნება ყოველწლიური, ბუნებრივია, ტრადიციული მარათონი იქნება და მე მინდა რომ მოუწოდო მთელ საზოგადოებას, მე მინდა პირველ რიგში ბატონ კახას ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ჩაერთო და აქვე მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება თუ სხვა უნივერსიტეტებიც მიბაძავენ, ვინაიდან მასობრიობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ღონისძიებაზე, რადგან ჩამოსული იქნება უამრავი ჟურნალისტი, გაშუქდება მთელ მსოფლიოში და გვინდა რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყოს. იმედი გვაქვს რომ ეს ყველაფერი ნამდვილად იქნება მასიური და უამრავი ადამიანი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში. ბატონ კახას მინდა ვკითხო, რომ თქვენ სტუდენტებს იგი უკვე აიღეს სტარტი იმედის ეზოში, მალე შემოგვიერთდებიან და საინტერესოა როგორ მოხდა კონკრეტულად თქვენი ასეთი აქტიური ჩართვა ამ ღონისძიებაში. ჩვენთვის ეს უბრალოდ ძალიან აუცილებელი პროექტი არის, იმიტომ რომ ყველანაირ სიახლეს, რასაც დღეს მსოფლიოში და ჩვენ სისტემაში არის, გვინდა რომ დავნეგოთ საქართველოში და კიდევ ერთ კარგ საქმეს. მორბენლებით შემოგვიერთდნენ. კიდევ ერთ კარგ საქმეს. მოგზანდით. ჩამოვჭდეთ. დილამშვიდობისა. Физкульт, привет.
აი ეს ადამიანები არიან სწორედ ინიციატორები შეიძლება ინიციატორები თუ არა იგი თავარი მორბენალები რომლებსაც უნდა შეუერთდეთ აუცილებლად 4 მაისს და ჩვენთვის ეს ერთ-ერთი კეთილი საქმე არის სადაც ჩვენ წვლილი შეგვაქვს არა მარტო ქართველი ავადმყოფების ან ამ შემთხვევაში ზურგის ტვინი დაავადებულების თუ ტრამვას მიღებულ ხალხის გადარჩენაში არამედ მსოფლიო ამ მოძრაობაში ჩვენ ქართულ სიტყვასაც ვიტყვით და მე ვიცი რომ ბატონო აკაკი ჩვენ შემგვერთებთ რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის და ასე ვთქვათ ერთად ვიქნებით ყველანი 4 მაისს ლოპოტას გადასახლებთან და დარწმუნებული ვარ ეს ამას მთელი საქართველოს და მთელი ქართული სტუდენტობა აიტაცებს და ერთად ყველანი ერთად გავაკეთებთ ამ დიდებულ საქმეს და მე მინდა კიდე ჩვენი სახელით მადლობა გადაგიხადოთ აი ასეთი კარგი საქმის ორგანიზებისათვის. დიდი მადლობა რომ ერთად ემსახურებით ესეთ კეთილ საქმეს და რაც შეეხება მასობრიობაზე ისაუბრეთ და დარეგისტრირება როგორ ხდება? მსურველებს სადმე მოვიდნენ, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ? დარეგისტრირება ხდება ელექტრონულ მისამართზე, არსებობს Wings for Life World Run ასეთი ინტერნეტ მისამართი, სადაც რეგისტრაცია ხორციელდება, რამდენიმე პროგრამული შემთხვევა არის, ასე ვთქვათ და ყველას მოუწოდებ კიდევ ერთხელ, რაც შეიძლება 20 აპრილს სრულდება რეგისტრაციის პროცესი და აქამდე ჩვენ აუცილებლად უნდა შევავსოთ, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი კვოტა, რაც გვაქვს იმისთვის, რათა ლოპოტას გადასახვევი იყოს 4 მაისს დატვირთული მნიშვნელოვნად. ამასთან ერთად ვიტყვი, რომ საღამოს ღონისძიება მხოლოდ მარათონით არ სრულდება, საღამოს გვაქვს სხვადასხვა ღონისძიებები, გაიმართება კონცერტი და მოკლედ ძალიან საინტერესო საღამო ელოდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩამოვა 4 მაისს კახეთში. საინტერესო ჯანმრთელი და კეთილი საქმე, რა თქმა უნდა. საქველმოქმედო ღონისძიებები ბოლო პერიოდში ნამდვილად მომრავლდა, რაც სასიხარულოა, მისასალმებელია და კარგია რომ ამ ყველაფერში სტუდენტებიც ჩაერთვნენ და ამის მონაწილეები არიან, მაგრამ საინტერესო როგორია დღევანდელი აქტიურობა, ანუ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც სურთ რომ მიიღონ მონაწილეობა, რამდენად დიდია მათი რაოდენობა. რაოდენობაზე და რა სამწუხაროდ მასშტაბებს ელოდებით თუნდაც 4 მაისს უკვე. რაოდენობაზე ჯერჯერობით სამწუხაროდ ვერ დავიკვეხნით, თუმცა ეს არის ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება, რადგან მასობრიობა, ჯანმრთელი ცხოვრების, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი. ამისნით ალბათ იცით, რომ ჩვენ 6 აპრილს კვირას აღვნიშნეთ სპორტის საერთაშორისო დღე კურსტბაზე, მართლაც რომ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი. ეს ღონისძიებები გაგრძელდება მუდმივად იმისთვის, რათა ჩვენ გვინდა რომ შევიდეთ თითოეულ ოჯახში, მივიდეთ თითოეულ ადამიანთან და უთხრათ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ეს არის ის, რაც აუცილებლად ჭირდება ყველა ადამიანს, ჭირდება ჩვენ შვილებს, ჭირდება ჩვენს მამებს, ჭირდება ჩვენ იმისთვის, რათა სპორტიდან მიღებული დადებითი ემოცია, ენერგია, შემდეგ უკვე სხვა უფრო მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ საზოგადო საქმეებს მოახმაროთ. თან ეს პირველი შემთხვევაა და უფრო ახლა მოსახლეობასაც ჭირდება ალბათ. ველოდებით დაახლოებით 200-300 ადამიანს. ჯანსაღი ცხოვრების წესი, თან ეს ყველაფერი ქველმოქმედებისთვის ნამდვილად მისასალმებელია. როგორც აღნიშნეთ, სტარტი დაიწყება ლოპოტადან, ხო? სწორედ გავიგე და რომელ საათზე? 2 საათზე 4 მაისს ლოპოტას გადასახლებთან აიღებს სტარტი. ბატონო კახა, თქვენ გინდოდა? ჯერ მე მინდა მოვუწოდო მთელ ჩვენ სტუდენტობას, მთელ საქართველოს მასშტაბით, რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ ღონისძიებაში. ეს არის ყველა თითოეული თქვენი ნარბენი ერთ ადამიანს მაინც გადაარჩენს და ეს იქნება ძალიან დიდი წვლილი ჩვენი საერთო დიდ საქმის კეთებაში და გთხოვთ ყველას სტუდენტებს რომ ძალიან ბევრი სტუდენტები ვართ, სტუდენტები არის საქართველოში რაღაც 100,000-მდე და აქედან თუნდაც 1% რაღაც 3,000 კაციც კი გვეყოფა იმისათვის რომ ეს კეთილი საქმე დავიწყოთ და დავიწყოთ წარმატებით. წარმატებებს გისურვებს. დიდი მადლობა ნამდვილად მობრძანებისთვის, მართლაც მნიშვნელოვან საქმეს მოკიდათ ხელი, წარმატებას გისურვებთ ან ინიციატივაში და მაყურებელს ის გადაგვრჩენია უთხრათ, რომ დარეგისტრირდნენ სასწრაფოდ დრო გაქვთ 20 აპრილამდე და თქვენი ჩართულობა უპირველესად მოხმარდება კეთილ საქმეს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაზეც გაიჯანსაღებს. და ერთი კომენტარი თუ შეიძლება, აქ არ აქვს შეიძლება სტუდენტი იქნება თუ არა ის ნებისმიერ შეუძლია, ნებისმიერ ასაკის ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს. კეთილი სურვილი და ბატონო, გახდით ყველაზე მასშტაბური და ნამდვილად გრანდიოზული პროექტის და აქციის მონაწილე. წარმატება უსურვოთ და შევერთდით აი ამ ახალგაზრდებს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა გადაცემაში რეკლამის დროა და რეკლამის შემდეგ სტუმრებთან ერთად შემოგიერთდით. და ვისაუბრებთ კიდევ ერთ საინტერესო ღონისძიებაზე.